Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati amalina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إنا أنزلناه في ليلة مباركة إنا كنا منذرين صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم إذا كانت ليلة النصف من شعبان فقوموا ليلها وصوموا نهارها صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო უზენაესი ალლაჰის წყალობით შაღბანისთვის მე-15 ღამე 2 თებერვალი 2 შაბათი ბარათის ღამეა. ეს ღამე ისლამში ერთ-ერთ განსაკუთრებულ და მადლმოსილ ღამედ ითვლება. სიტყვა ბერათი ლექსიკური მნიშვნელობით ნიშნავს გათავისუფლებას, გადარჩენას ვალისგან, სასჯელისგან, დანაშაულისა და ავადმყოფობისგან. ხოლო რელიგიური მნიშვნელობით იგი ცნობილია როგორც ცოდვების მიტევებისა და ღვთიური წყალობის ღამე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს უეჭველად ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი დალოცვილ ღამეს, უეჭველად ჩვენ ვართ შემგონებელნი. როგორც ცნობილია ყურანის ეტაპობრივი გარდმოვლინება დედამიწაზე ყადირის ღამით დაიწყო. თუმცა ისლამური სწავლულთა ნაწილის მიხედვით სწორედ ბერათის ღამეა ის დრო, როცა ყურანი მთლიანად გარდმოვლინდა ლევხი მაჰფუზიდან დედამიწის ცამდე ბეითულ იზზე. ამის შემდეგ რამადნის თვეში ყადირის ღამიდან მოყოლებული იგი ნაწილ-ნაწილ ევლინებოდა შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემს. ეს მოსაზრება კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბერათის ღამის სულიერ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ ადგილს ისლამურ ტრადიციაში. შაღბანისთვის მე-15 ღამის მადლიანობაზე სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავალი მუჰამმედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ასე ბრძანებს. შაღბანისთვის მე-15 ღამე ღვთისმსახურებაში გაატარეთ, ხოლო დღისით იმარხულეთ, რადგან ამ ღამეს მზის ჩასვლისთანავე მოწყალი ალლაჰი ბრძანებს. არის თუ არა ვინმე, ვინც პატიებას ითხოვს რომ ვაპატიო? არის თუ არა ვინმე, ვინც საზრდოს ითხოვს რომ ვუწყალობო? არის თუ არა ვინმე უბედურებაში ჩავარდნილი რომ გადავარჩინო? და ეს ასე გაგრძელდება განთიადამდე. სხვა ხადისში კი კიდევ უფრო ნათლადაა წარმოჩენილი ალლაჰის უსაზრო წყალობა ამ ღამეს. ბერათის ღამეს უზენაესი ალლაჰი ქელბის გვარის ცხვრების ბეწვების ოდენობის ადამიანებს მიუტევებს ცოდვებს. ძვირფასო მორწმუნეებო, ბერათის ღამე ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა დავაკვირდეთ საკუთარ გულსა და ქმედებებს და გულწრფელად მოვინანიოთ ცოდვები. ეს ღამე უნდა გავატაროთ ყურანის კითხვით, დუებითა და ლოცვა ვედრებით
ნაფილე და გავლილი ლოცვების აღსრულებით, ასევე გულწრფელი მონანიებით. ამასთანავე ისლამი გვასწავლის, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ ლოცვით არ ჩამოიფარგლება, აუცილებელია მოწყალების გაღება, ობლების, ღარიბებისა და ხელმოკლე ოჯახების დახმარება, კეთილი სიტყვის თქმა და ადამიანებთან ურთიერთობების გამოსწორება. ღვთისმსახურებაში გავატაროთ ეს მადლიანი ღამე, რათა ალლას მიუახლოვდეთ, გულები გავიწმინდოთ და ახალი სულიერი ძალით შევეგებოთ მომავალს. ვთხოვოთ უზენაეს ალლას, რომ მოგმადლოს პატიება, წყალობა, სწორ გზაზე მყარად დგომის უნარი და გვაწიოს ამ მადლიანი ღამის მადლსა და ბარაკას. ელა ინ ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამულლაჰილ მელიქილ ғაზიზილ ғალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون.